მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს გიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი, ასე გამოეხმაურა ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას. თუ დადგება საკითხი მშვიდობა თუ სტაბილურობა ან ვიზა ლიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობას და სტაბილურობას მივანიჭებთ. ევროპაში ვიზით წახვალ თუ უვიზოთ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არისო, ამბობს ის. პარლამენტის თავმჯდომარემ რა თქვა? შალვა პაპუაშვილი, ბრიუსელი გვეუბნება, რომ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი და ქალი შეიძლება გახდეს კაცი. ეს იგივეა ბრიუსელის მოეთხოვა გვეღიარებინა, რომ დედამიწა არის ბრტყელი. მოკლედ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს ეუბნებიან, რომ ბრიუსელი ან ომში ჩართვა გთხოვს ვიზა ლიბერალიზაციის სანაცვლოდ, ან რაღაცა ქალის რო კაცი დავარქვათ და კაც ქალი ამას ითხოვენ ჩვენგანო. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის პირველ ნაწილში. ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი ტუმასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით გუნაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი ჯგუფი ფარის წარმომადგენელი. ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში ანი წითლიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდება. მასთან ვისაუბრებთ რა ხდება საქართველოს მთავრობაში ამ თემაზე. იცით რომ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყოფილ მაღალჩინოსნები ინფორმაციას აწვდიან ოპოზიციურ პარტიებსო და სწორედ მათი მეშვეობით ცდილობენ თავის გადარჩენასო, სწორედ ამ საკითხზე გვექნება მასთან საუბარი. ამიტომ მივესალმები ჩვენ გადაცემის პირველ ბლოკის სტუმრებს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუმცა გიორგისთან დავიწყებ საუბარს ცოტა სხვა თემით, იმიტომ რომ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, თითქოს რაღაც სომხურ ტვირთებს ჩვენი საბაჟო არ ატარებს, აჩერებს საბაჟოზე. ხო, რაღაც გაურკვეველ მიზეზით, ამას თითქოს ვამბობ, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახურმა გააკეთა განცხადება და უარყო საქართველოს სომხურ ტვირთების, მათ შორის გაზ პროდუქტების ბლოკირების შესახებ ინფორმაცია არის სრული სიცრუე, ამბობს ის. ასე აქვე განმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრულის პირობებში განსაკუთრებულ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ებაჟო ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან 24 საათიან რეჟიმში სწრაფად განახორციელონ და ასე შემდეგ. და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მედიებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხალხმოკლე დროის განმავლობაში სატვირთო ავტომობილების მიმართ არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი. ეხლა რა მდგომარეობა გააქვს ინფორმაცია? მდგომარეობა რჩება პრინციპში უცვლელი. აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო ალკოჰოლის ბლოკადა, რომელიც შემოწმებას გულისხმობდა ალკოჰოლის და რაღაც ნივთიერებები ვითომ აღმოაჩინეს იმაში, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგებაო, მაგრამ რუსეთში მიდიოდა ეს ტვირთი და საერთოდ საქართველოსთან არც იყო შემხებლობაში და რუსეთშიც ევროკავშირის სტანდარტები არ არის. დღემდე ამოწმებენ. ანუ წარმოუდგენელი არის უბრალოდ, იმიტომ რომ გაჩერდა მთელი ინდუსტრია ალკოჰოლის წარმოება, რომელიც მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია რომელსაც. ჩვენები ამოწმებენ თუ რუსები? არა, საქართველოს ამოწმებს. საერთოდ რისთვის და რატო კიდე ცალკე საკითხი, ანუ მიზანი რა არის მაგ შემოწმების? ანუ საქართველოში არ შეიძლება არა, საქართველოში ტრანზიტით მიდის რუსეთში. შესაბამისად, ეს გაჩერებულია უკვე რამდენიმე თვე და თავიდან სომხურ მხარეს ჰქონდა, ასე ვთქვათ, ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება ამის შეფასებაში. სომხეთში იყო მცდელობა საელჩოსთან კომუნიკაციის, საქართველოს საელჩოსთან, საელჩო კონტაქტზე არ გამოდიოდა. მერე მწარმოებლებმა იქ აქციები გამართეს საქართველოს საელჩოსთან, საელჩომ პასუხი არ გასცა. მერე სომხეთის ხელისუფლებას, ესე იგი ეკონომიკის მინისტრის მეშვეობით ცდილობდა შეხვედრის ორგანიზება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და იყო დაგეგმილი უკვე ვიზიტი ეკონომიკის მინისტრის ერევანში და დელეგაციასთან ერთად. საქართველოს მხარემ ანუ გაუქმა ეს ვიზიტი, თქვა რომ არ გვცალია ამ ვიზიტისთვის და მაგას მოემატა მერე უკვე ბლოკადა ყვავილების და ეს ინდუსტრია ესეთია რომ მალევე ფუჭდება ტვირთი ალკოჰოლთან შედარებით, ამას მოემატა თევზეულის ბლოკადა, სადაც ასევე ტვირთი ფუჭდება, თამბაქოს ბლოკადა, ეს ყველაფერი სომხური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საკმაოდ. თან საქართველოს გავლით ტრანზიტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, მეორე გზა არის ირანი და თურქეთთან და აზერბაიჯანთან ეხლა იხსნება საზღვრები რეალურად და არის მხოლოდ მოლაპარაკები. და ამას უკვე მოემატა, ეს ყველაფერი არის ექსპორტი სომხეთიდან. ამას მოემატა იმპორტი და ეს თუ სადახლოს გამშვებ პუნქტზე ხდება, იმპორტი უკვე ლარსზე ხდება და ლარსიდან ბლოკავენ თხევადი გაზით, ესე იგი, მანქანებს, სატვირთოებს, რომლებიც ამარაგებენ სომხეთს თხევადი გაზით, სადაც ძირითადი ნაწილი სომხური მანქანების ან სომხეთში მანქანები რაც მოძრაობენ არის გაზზე სწორედ და არა ბენზინზე.
შესაბამისად ფასები უკვე 40%-ით გაიზარდა აი ამ შეზღუდვის გამო და კიდე ცალკე პრობლემა არის რომ იკარგება ანუ ეს რესურსი, იმიტომ რომ გაზის წნევა როცა ვარდება, რეალურად ფუჭდება ასე ვთქვათ ეს პროდუქტი, რომელიც უნდა მიეწოდებოდეს. ამიტომ ჯამში ჩვენ გვაქვს ტოტალური ბევრი მიმართულებით ერთდროული ბლოკადა და ეს განცხადება არის ისეთივე ტყუილი, რა ტყუილსაც უყვება საქართველოს მოსახლეობას რუსული რეჟიმი და რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ეს მკაფიოდ არის რუსეთის დავალებით რუსი ოლიგარქის ბლოკადა სომხეთის, რომელიც ევროპისკენ მიდის, რომელიც დღეს რუს ოლიგარქი დაკავებულია, რუსეთის აგენტებს ებრძვიან, რუსეთის გავლენის ყველა წარმომადგენელს ებრძვის ფაშიანის ხელისუფლება და ამ პირობებში თავარი ივანიშვილისთვის არის წნეხის გაზრდა და მე არ გამიკვირდება რომ ეს სამსახური ამბობს რომ რაღაც გაზდილი თვითნაკადის გამო შეიძლება იყოს ეს შეფერხება და მეტი არაფერი. სისტემურად თვეების განმავლობაში იზრდება ბლოკადის მაჩვენებლები და ეს არის გაზდილი თვითბუვა. წარმოუდგენელი არის რა თქმა უნდა ეს. და შენ რას უკავშირებ? ამას უკავშირებს სწორედ იმას, რომ პარალელურად სომხეთი გადის რუსეთის გავლენიდან, ეკლესიის შიგნით ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, აგენტებს ცლიან და დაშნაკ ცუცუნში აგენტებს ებრძვიან, ყოფილ ხელისუფლებაში სამველ კარაპეტიანი რუსი ოლიგარქი დააკავეს და მის სისტემას ახლა ენერგოსისტემა წაართვეს, ანუ რუსული მთელი ჰიბრიდული პროპაგანდა რაც კი არის, ყველაფერი დაშალეს პრაქტიკულად. და ამიტომ რუსეთს რესურსი აღარ რჩება, ერთი რესურსი იყო აზერბაიჯანის მეშვეობით, ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, ომის დაწყება, უბრალოდ შეიცვალა გეოპოლიტიკური კონტურები დღეს და აზერბაიჯანიც მომხრია, რომ რუსეთი გავიდეს რეგიონიდან და უბჯობესია, რომ სომხეთთან შეთანხმდეს, ეს არის ძალიან კარგი და გახსოვთ, რომ ჰიკმეთ ჰაჯიების პოზიტიურ განცხადებაზე ვისაუბრია, ანუ პროცესები მიმდინარეობს. თუმცა აქ ჩვენ ხედავთ რომ ერთადერთი ინსტრუმენტი რაც რჩება ეხლა ბიძინა ივანიშვილს არის საქართველოს მეშვეობით და პუტინისთვის საქართველოს მეშვეობით შეუქმნა სომხეთს პრობლემები წნეხი შეიძლება საერთოდ ტოტალურ ბლოკადამდე მივიდნენ ანუ წარმოუდგენელ რაღაცამდე საერთოდ იმისთვის რომ როგორმე შეაჩენოს სომხეთის რუსეთისგან გათავისუფლება და დასავლეთისკენ წასვლა, მაგრამ მინდა მათ გავაფრთხილო, მათ შორის რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ შეერთებული შტატების და ევროკავშირის დახმარებით სომხეთი ახლა თურქეთთან და აზერბაიჯანთან პროცესს აწარმოებს, რომ გაიხსნას იქ საზღვრები და არავითარ შემთხვევაში რუსი ოლიგარქის რეჟიმზე და მარიონეტებზე სომხეთი არ იყოს დამოკიდებული და მაგის გამო არ ჩაიშალოს საუკუნის პროცესის რუსეთის გავლენისგან გათავისუფლება. ნუ გასაგებია ხა ეს ამბავი თან სომხეთი დაიწყო ხო ვიზოზე პროცედურები ევროკავშირთან ჩვენ კი შეიძლება შეგვიჩერონ ეს ვიზონებასთან რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ უნებრივია დღეს თუმცა ამაზე მინდა კითხოს ფაშინიანმა ასევე თქვა რომ სომხეთი მზად არის რომ განიშნოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი თუმცა ამავე დროს შანხაის ორგანიზაციაში გაწევრიანდა ეს ორი როგორ ეთანაბრება ერთმანეთს შანხაის ორგანიზაციაში გაწევრიანება ხელს არ უშლის ევროკავშირში გაწევრიანებას ეს არის სრულიად სხვა პლატფორმა სადაც ჩინეთის გაზრდილი როლის ფარგლებში პრინციპული არის სომხეთისთვის ის, რომ გაწევრიანების პროცესში ხდება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ის ექსტრატერიტორიული გზები, რაც ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორია, მაგის უკან რეალურად არა მხოლოდ აზერბაიჯანის და თურქეთის ინტერესები დგას, ბევრჯერ გვისაუბრია რუსეთის და ჩინეთის ინტერესებიც იკვეთება. ამიტომ სომხეთისთვის ტაქტიკურად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩინეთთან ეს სწორედ ტერიტორიული მთლიანობის ფაქტორის გარანტირება მოხდეს და ეს საკითხი ასე ვთქვათ, კონსტრუქციულად გამვითარდეს, მაგრამ პირდაპირ ფაშინიანად თქვა, პირდაპირ სიტყვასიტყვით დიახ, სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. შესაბამისად, სომხეთს თუ გაწევრიანდება ევროკავშირში, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებთან უნდა შეწყვიტოს ურთიერთობა, მაგრამ გასაგები არის, სად არის პრიორიტეტი, ვისთან არის სომხეთი და ვისთან თანამშრომლობს. მშვენიერი საქართველოს ჩვენ არავის არ ვთქვამს, რომ საქართველოს უნდა ვინმესთან ტრობდეს დასავლეთთან თანამშრომლობის სანაცვლოდ და დასავლეთში ინტეგრაციის. უბრალოდ მთელი არც იმაშია, რომ ინტეგრაციის ვექტორისად გვაქვს. ხო, და აქ გვაქვს ხა ჩვენ ესეთი სიტუაცია, რომ უიზო მიმოსვლა საქართველოს აქვს მარტო რეგიონში ევროკავშირთან, ხო? ჩვენს რეგიონში არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს, არც თურქეთს, არც რუსეთს უიზო მიმოსვლა არ აქვს. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ახსენა სიტყვა პრივილეგია, თქვა, რომ ეს არის პრივილეგია, იმიტომ რომ დამსახურების მიხედვით და ამაზე ააგეს მთელი კამპანია, რომ პრივილეგია რას ნიშნავს გვამადლე, ასე შემდეგ. პრივილეგია ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, სომხეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან შედარებით, შენ ევროკავშირად ჩავაყენა პრივილეგიურ მდგომარეობაში, იმათ არ მისცა უვიზო და შენ მოგცა, იმიტომ რომ შენ იყავი უფრო დემოკრატიული, უფრო რეფორმებს ატარებდი და ასე შემდეგ. და დამსახურების მიხედვით. ეხლა თუ ამ გზაზე უკან დაიხიე, გეუბნება რომ შეიძლება ის შევაჩერო ეს უვიზო და აგერ თუ სომხეთი გაატარებს რეფორმებს, უკვე სომხეთს მივცე. და საქართველოს ხელისუფლება წავიკითხე, რასაც ამბობს, ხო? ისინი ომში გვთავენ, გვითრევენ ამის ანაცვლოდ, ან გთხოვენ ქალს კაცი დაუძახოს და კაც ქალია და ასე შემდეგ და როგორ შეაფასებენ ყველაფერს.
ხო, ერთულია ხა ემოცია მაჭრობა. დათო გუნაშვილი საჯარო მმართველობის ექსპერტი. 1000 საზღვრობა ვილაპარაკო, მაგრამ ხა გადაცემაში ვართ და მოსახლეობას პატივი უნავცეთ რეალურად იმ სიტყვებზე ვერ გამოვიყენებ, რასაც ესენი იმსახურებენ ჯერ მარტო იმიტომ, რომ როგორი ენით გველაპარაკებიან ჩვენ ქართულ საზოგადოებას რეალურად რა ტიპის ასე ვთქვათ უინტელექტო და ყველანაირად ასე ვთქვათ სიღრმისგან დაცლილი ნარატივებით გველაპარაკებიან თავიანთ ამომრჩევას და მხარდამჭერებს რა ტიპის იდიოტებად მოდი ასე ვიტყვი მიიჩნევენ რომ აი ამას აჭმევენ რეალურად რომ ესე იგი მოდით ესე ვთქვათ ჯერ ეს ერთი პრივილეგიაა ნამდვილად მე მაგალითად ჩემთან ოჯახში ვის შემოუშვებ ხო და ვის მივცემ მაგალითად შესაძლებლობას რომ იქ დარჩეს ან თავისუფლად გადაადგილდებოდეს რავი ჩემი სახლის გასაღებს მივცემ და ასე შემდეგ და ვანდობ მას ჩემს გარემოს ჩემს სამყოფელს სადაც ჩემი შვილები იზრდებიან და ასე შემდეგ ამ ადამიანთან მე კარგად დავწონი რა ღირებულებები აქვს ვინ არის რას წარმოადგენს და რა ფსოფხედველობა აქვს და როგორც პიროვნება რას წარმოადგენს როგორ იქცევა რა ქცევა აქვს საერთოდ ხო სხვა შემთხვევაში ეს წმუნება თუ არა მაქვს შინაგანად მე მას არ შემოუშვებ ჩემს წიაღში ხო ეგრეა ეს არის ქვეყნებიც რეალურად და ის ადამიანი ანუ ის ქვეყნები რომლებიც რეალურად არიან მართლაც პრივილეგია ხო ანუ ევროკავშირი არის გარემო სადაც არის ცხოვრების მაღალი ხარისხი უფლებები არის დაცული დოვლათი იქმნება არის თანაბარი შესაძლებლობები და ადამიანები ასე ვთქვათ პოულობენ საკუთარი რეალიზების ძალიან დიდ გასახანს და ჩვენ რეალურად ხო კი გქონდა გარკვეულ ეტაპამდე ასე ვთქვათ ტენდენციები რომ ანუ ევროკავშირის მიმართულებით ევროკავშირის ასე ვთქვათ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით რაღაც ნაბიჯებს ვდგავდით მაგრამ რეალურად ბევრი რაღაცა პრობლემები გქონდა მოუგვარებელი და წინააღმდეგობასაც უწევდით ამ პროცესს მაგრამ ამის მიუხედავად ავანსად შემოვიდა ეს ამბავი რომ დასტიმულირებულიყო ანუ საქართველოს პროგრესი დემოკრატიული პროგრესი განვითარების პროგრესი დასტიმულირებულიყო და ეს ბევრად საჭირო იყო საქართველოსთვის ვიდრე ევროკავშირისთვის კერძოდ გასაგებია რომ ევროკავშირსაც თავისი ინტერესები აქვს იმიტომ რომ ევროკავშირი არის დემოკრატიული ასე ვთქვათ სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანება უმდიდრესი და კაცობრიობის ისტორიაში ეს არის ასე ვთქვათ ყველაზე პერსპექტიული და ძალიან ძლევამოსილი გაერთიანება რომელიც ეხლა ჯერ კიდე თავის ძალას რო დააკონსოლიდირებს რუსეთის დახმარებით სხვათა შორის კიდე კარგად დაანახებს მთელ მსოფლიოს რეალურად იყო შესაძლებლობა ჩვენთვის ხო რომ ეს ადამიანები ხო პირდაპირ ეს რა ქვია თავისუფალი მიმოსვლის ამბავს გადავიდეთ ხო ანუ რამხელა შესაძლებლობა მიეცა ჩვენს მოსახლეობას რომ ვიზების გარეშე ემოგზაურათ ეს ხო მარტო მოგზაურობა არ არის რომ ჩახვედი იქ სადღაც და გაისეირნე ხო ანუ ეს არის ასე ვთქვათ შესაძლებლობა რომ იმ სოციუმთან რაღაც ურთიერთობა დაალაგო, საქმიანი ურთიერთობა დაალაგო. ბევრი ადამიანი სამკურნალო ჩავიდა და დარჩა. სამკურნალო განათლება, ვიზები რო ყოფილიყო, ხოლმე წავიდოდნენ. კონტაქტების დამყარება, მე გაცნობიერება, როგორი სად რა ხდება, როგორ ხდება, შემოვიდა სულ სხვა სატარიფო პოლიტიკა, სულ სხვა, ანუ ევროპის ბაზარი გაიხსნა. და ჩვენ პროდუქციას ახლა ჩვენ რა მოვახერხეთ ეს ერთი თემაა და ბიძინა ივანიშვილის თაღლითური დაპირებების კვალობაზე რამდენად განვავითარეთ ჩვენი სამეწარმეო შესაძლებლობები და საექსპორტო შესაძლებლობები ეს კიდე ერთი თემა არის ახლა ისევ ემოცია მეძალება ეს თაღლითის და ამ ზოგადად ამ თაღლითების ხროვის დანაპირებების რაც ვთქვათ 5%-იც რომ არ არის შესრულებული რა თორე რეალურად ჩვენ რო აგვეთვისებინა წესიერად მართლაც კარგი მართლობა რო დაგვემყარებინა ამ ქვეყანაში და ყველა პოლიტიკა და ყველა სტანდარტი შესაბამისად გაგვევითარებინა ევროპის ბაზრის ათვისება იქნებოდა გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოგვეცემოდა ამისი ხო და გაცილებით მეტი დოვლათი შეიქმნებოდა და ეხა ქართველიერი აი ხა რომ დადიან მაღაზიებში და 3ჯერ და 4ჯერ გაძვირებული პროდუქტი რო ხდება და ჯიბე გამოფხეკილები რო არიან და ეს იმიტომ არის რომ აი ეს არ მოხდა და დოვლათი არ შეიქმნა და ის ეკონომიკა ის დოვლათი რაც შეიქმნა რეალურად ის არ მიდის ის არ ტრიალებს ქვეყნის განვითარებაში და იმ ჯიბეებში არ მიდის სადაც კიდევ რას ეუბნება ხელისუფლება თავის ამომრჩეველს საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა იკითხა ირაკლი კობახიძე მოდიოდა დირექტივები მოსკოვიდან თუ არ შესრულდებოდა დაგჭირდნენ რისგან განსხვავდება მოსკოვისგან ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ შესაბამისობაშია ყველა ნაბიჯი რაც გადაიდგა ჩვენი მხრიდან ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საქართველოში მშვიდობა იყო შენარჩუნებული სტაბილურობა და განვითარება არ არის სწორი ქართული ხალხის შანტაჟი იმის გამო რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა ანუ ამ ერთ აბზაცში მან ფაქტობრივად ბრიუსელს დააბრალა რომ ის არის საბჭოთა კავშირი იქ საბჭოთა კავშირით იქცევა დააბრალა რომ აქ სტაბილურობა არ უნდა და მშვიდობა არ უნდა და დააბრალა რომ სისხლიანი პოლიტიკური ნაციონალების დაბრუნება და აციების ნაციონალების ანუ ბიძინა ივანიშვილი კობახიძე და მთელი შლეიფი აი ეს რუსული მოღალატეობრივი
ერთ აბზაცში ყოს სამი სულ ყველაფერს გვატყუებდნენ თავიდანვე, ხო? როდესაც მოგვილოცეს ვიზა ლიბერალიზაცია და ეს ჩვენი დამსახურება, ასოცირების ხელშეკრულება ჩვენი დამსახურება, კაციშვილს არაფერი მანამდე არ გაუკეთებიაო. რა ქვია, ხო, ანუ მთელი ეს პროგრესი რაც ფიქსირდებოდა ევროკავშირთან მიმართებაში, ამას რო გვილოცებდნენ, ესენი გვატყუებდნენ. გაგვწირეს რეალურად გაპიდარასტებისთვის. ანუ ესე გამოდის, ხო? მაგათი ლექსიკონით რო ვილაპარაკოთ. ანუ ესენი არიან თაღლითი მატყუარა ხალხი, ხო, ეგრე გამოდის. ამ საინტერესო ის დადო კარდი ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა ამასთან დაკავშირებით ადრე რას ამბობდა ირაკლი კობახიძე და ეხლა რას ამბობს. ირაკლი კობახიძე 2017 წელს რას ამბობდა. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, თვითონ ეძახდა პრივილეგიას მაშინ. პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას. 2017 წელს ასე ამბობდა. ძალიან საინტერესო. მოდით ერთ აქცენტს გავაკეთებ კიდე თუნებას მომცემთ. ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ომში გვითრევს ეხა ჩვენ ქართული მოღალატეობრივი, აი ქართული ოცნების მოღალატეობრივი ძალა, ომში გვითრევს ჩვენ ეხა ევროკავშირთან, იმიტომ რომ ევროკავშირი და დასავლური სამყარო იმყოფება ომში რუსეთთან, ხო? და უკრაინა არის ამის წინა ხაზზე. და ჩვენს წინა ხაზზე ვარ სხვათა შორის ჰიბრიდული ომის ამბავში. ოღონდ ეხა ჩვენ რუსეთის მხარეს აღმოჩნდებით ცოტა ხანში. აი ამ პოლიტიკით, რასაც ესენი ატარებენ და აი ამ ხიდების ჩაწვით და ფაქტიურად გამოდის, რომ რუსების მხარეს ეხა ჩვენ რუსების ასე ვთქვათ მათრახის ქვეშ უნდა ვებრძოლოთ და ვეომოთ ევროპელებს. ანუ ეს არის რაც ქართული ოცნების ამომრჩეველი. გიორგისაც მოусმინოთ რას ფიქრობს აი ამ გზავნილებზე. მარტივი კითხვა მექნება, რა განსხვავება ბრიუსელსა და მოსკოვს შორის? ხო, თუ ვინმეს არ ესმის, რა განსხვავება არის საბჭოთა კავშირსა და საბჭოთა კავშირის შორის, ასახსნელი არაფერია, მერაბ გესმის? რა უნდა, ვის უნდა აუხსნა და რა უნდა აუხსნა, რა განსხვავება იმპერიას შორის, რომელმაც ოკუპაციის შედეგად დაიკავა რუსეთის იმპერიის ტერიტორიები აღადგინა და ტოტალიტარული იდეოლოგია დაამყარა ევროკავშირის იდეოლოგიისგან, რომელიც არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ყველაზე საინტერესო პროექტი დედამიწაზე, ამერიკა მაინც ცოტა სხვა რაღაცა არის და ევროკავშირი არის სწორედ სახელმწიფოების დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაერთიანება, სადაც ჩვენ გვინდა შესვლა, ჩვენი სურვილი არის ეს და საერთოდ უცნაურია პროვოკაციული და პროპაგანდისტულია მათი განცხადება დირექტივაო, რომ ცოტა სცოდნოდოთ ევროკავშირის სამართალი და ასეთი სპეციალობა ცალკე არსებობს და მეც უნივერსიტეტში ვსწავლობდი სპეციალურად განხრით ევროკავშირის სამართალს, ევროკავშირი იმართება დირექტივებით სწორედ, მაგრამ ეს დირექტივები არ მოდის ადამიანისგან, ან ადამიანთა ჯგუფისგან, ეს არის სისტემური დოკუმენტებზე, ანუ ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებზე დამყარებული კონკრეტული მიმართულებები იმისთვის, რომ ქვეყნები, ვისაც წევრობა უნდა და წევრები, შეესაბამებოდნენ ერთიან პოლიტიკას. მაგრამ იქ ყველაზე პატარა ქვეყანას და ყველაზე დიდ ქვეყანას თანასწორი უფლებები გააჩნია და ჩვენ ამას ვხედავთ ფაქტზე, როცა პრორუსული რეჟიმები, მოსული პოპულისტები უნგრეთში და სლოვაკეთში დღეს მთელ ევროკავშირის პრობლემებს უქმნიან. შესაბამისად, ანუ ახლა მარტივი რო ავიღოთ, ხო, ახლა მოსკოვიდან მოდიოდა დირექტივაო და ახლა ბრიუსელიდან მოდის რო ამბობს. ხო, ახლა საბჭოთა კავშირში ვიმბოქსებდა შემოქმედებას მოსკოვის გადაწყვეტილებები დაგებულობდა. ეს მართლა დირექტორი საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება აქვს. აგერ ეხა გერმანიის, საფრანგეთის და სხვების გადაწყვეტილებას ბლოკავს უნგრეთი და სლოვაკეთი. საბჭოთა კავშირიდან შენ გასვლის უფლება არ ქონდა ევროკავშირში შესვლა რომ მოგინდეს ჯერ იმდენი კრიტერიუმი მაასტრიხტის კრიტერიუმები უნდა შეასრულო რომ განსხვავება თანის რომ საბჭოთა კავშირში ჩვენ დებით არ შევედით და აქ ჩვენ გვინდა შესვლა აქ ჩვენ გვინდა შესვლა და ძალიან რთულია შეხვედრა მაგრამ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ის არის რაც შეეხება ხო უვიზო მიმოსვლას აშკარად პირდაპირ თქვენს უარი ამ ყველაფრის შესრულებაზე ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ სექტემბერში უკვე დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას ეს შეეხება თითოეულ ქართველს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და იქნება კატასტროფული შედეგების, იმიტომ რომ ეს ეხება ძალიან ბევრ სფეროს ჩვენი ცხოვრების. სამწუხაროდ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ პოლიტიკა ეს არ არის სადღაც შორს, ეს არის ჩვენი ყოფითი ცხოვრება. მაგრამ თუ ამაზე ქართველი ხალხის რეაქცია არ იქნება სათანადო, ძვირფასო მოქალაქეობა შემდეგი ეტაპი იქნება უკვე SWIFT-ის გათიშვა, ეკონომიკის გათიშვა, სრული იზოლაცია და დღეს რომ ბევრი ფიქრობს, რომ პირადი თავისი ბიზნესით იქნება დაკავებული და პოლიტიკა არ აინტერესებს, ჩამოიშლება მთლიანად ეს ბიზნესი. მთლიანად ჩამოიშლება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობა, ექსპორტი, ტურიზმი. აქ რო არ იყოს SWIFT-ის სისტემა, საერთოდ ტურიზმის სფერო მოკვდება საქართველოში. რას ნიშნავს ეს რიგითი მოქალაქისთვის? რამდენი ადამიანის
კეთილდღეობა არის დამოკიდებული ტურიზმზე. შესაბამისად, მაგალითად და ექსპორტზე ჩვენი სოფლის მეურნეობის და ამ შემდეგ. ამიტომ უნდა მიხვდეთ, რომ ასე ვერ გაგრძელდება რუსი ოლიგარქის ხელისუფლება და ეს ჩრდილოეთ კორეიზაცია ჩვენი ქვეყნის უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, უკრაინაში ჩვენ ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან წინსვლას ახლა იარაღით მომარაგებით და ომის საფრთხე კიდევ უფრო შემცირდება, საქართველოს კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება, როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ წაიწევენ და ამის ფონზე ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა ქართულმა ხალხმა დაიბრუნოს და რუსი ოლიგარქის ხელისუფლება უნდა დასრულდეს. გასაგებია, ბატონ დავით, როგორ გონიათ, რამდენად მოახდენს ეს გავლენას საქართველოში პროცესებზე? ხო, ხელისუფლება ასე აწვდის მოსახლეობას ამ ამბავს, რომ აი ეს არის შანტაჟი მათი მხრიდან, რაღაც დირექტივები, ომში ჩართვა უნდათ, ნაცების დაბრუნება უნდათ, ყველაფერი გაუშვეს, რაც ჰქონდათ, ყველა ტყვია ისროლეს, ყველაფერი დააბრალეს, ასე ვთქვათ, ბრიუსელს ომში ჩართვას, LGBT-ს თავზე მოხვევაც, ნაცების დაბრუნება, ყველაფერი უნდათ. ერთდროულად, როგორც ჩანს, ცუდი ჩვენთვის ევროკავშირიდან. ხო და აი საბოლოო ჯამში რას ფიქრობთ, რა რეაქცია შეიძლება ამას მოყვეს თუ გაგვიუქმეს უბიზომოს? ჩემი აზრით ახლა ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ამათი ეს განცხადებები, რომელიც ახლა შეიძლება თვითონ ფიქრობენ, რომ მათთვის შეიძლება საზიანო იყოს, მაგრამ რა ქნან ახლა კრემლის პოლიტიკას ატარებენ და ესე არიან პოზიციონირებული, რომ რეალურად წარმოაჩინეს თავი, გაამკვიდრეს თავი ამ ჰიბრიდული ომის მექანიზმად და შესაბამისად ამას აკეთებენ, რასაც აკეთებენ, ამაზე ჩვენ კაპიტალიზაცია უნდა მოვახდინოთ. საქართველოს მოსახლეობა არც ისეთი შტერი არის, როგორც მათ წარმოუდგენიათად მათ იმედი აქვს და ხა ადამიანები ხვდებიან, რომ რეალურად ევროპული პერსპექტივა საბოლოოდ დამთავრდა, უვიზოთ, რომელიც ქოცი მოსახლეობაც, ასე ვთქვათ, მათი ამომრჩეველიც დადის, ყიდულობენ რაღაცებს, ხო? იციან მათ ახლა, რომ ევროპის მიქით კარგი ცხოვრება არ არის ხელმისაწვდომი, ძალიან კარგად იციან რუსეთში როგორი ცხოვრება არის. და შესაბამისად ეხა ესენი ხვდებიან რომ რეალურად აქ კარგი არაფერი ელით. და შესაბამისად ეს აღქმადობა რომელიც ეხა მოსახლეობაში გაჩნდება, ჩვენ ამაზე კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს, ამ ადამიანებს ფოკუსი გავასწორებინოთ, რეალურად ესენი არიან მოსაშორებელი. ესენი კი ცდილობენ ეხა თავიანთი რეჟიმის კონსოლიდირებას, რომ დაგვასწორონ ეხა როგორმე რომ საზოგადოების აქტიური ნაწილი როგორმე მოაშორონ ასპარეზს და მე ეს თავის ბატონყმური კლანური მართლობებით მარწუხებში ბოლომდე მოგვაქციონ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ და მე მაქვს იმედი და ამისი არა კონკრეტული რაღაც აბსტრაქტული იმედი მაქვს, არამედ კონკრეტული გაზომვადი იმედი მაქვს, იმისი რომ ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებით მისი აქტიური პროდასავლური, პროდემოკრატიული და ეს პროგრესიული ნაწილი მოვახდეთ ჩვენ ძალების კონცენტრაციას აერთიანი, კარგი, ერთიანი ძლიერი ქსელის ფარგლებში და ამ რეჟიმს შეუტევთ სერიოზულად და დანარჩენი მოსახლეობაც ამ პროცესს ხარს აუვავს და ჩვენ ამათ აქედან მოვაშორებთ რეალურად. აი ამას მოველი მე. იმიტომ რომ მე დაარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს ქართველმა ხალხმა იგემა იმხელა პროგრესი და იმხელა შესაძლებლობა თავის თავში, რომ ეხლა რუსული მონობის ფერხულში არ გადაიგდებს თავის თავს და რაც ეხლა ხდება არის ის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ნორმალური ცხოვრების, ანუ ადამიანური ცხოვრების, სადაც რაღაც უფლება გაგაჩნია რაღაცის და რაღაც ხარისხის დაცულობა გაგაჩნია, აი ამას ეხლა ეს რო ქრება, ამას ყველა ხედავს. და შესაბამისად, ის ამ უფლებო და დაუცველ მდგომარეობაში ქართველი ხალხი თავს არ ჩაიყენებს. და არის კიდე ამ ქართველ ხალხში არის კატეგორია და ნაწილი, საკმაოდ მოზრდილი ნაწილი, რომელიც ამისათვის იბრძოლებს ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე თუ საჭირო არის. ამ ფორმით თუ იმ ფორმით. ამიტომ ჩვენ ჯერ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, მოვაგვაროთ ცივილიზებული მეთოდებით, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ბოლომდე წავალ, სადაც წასასვლელი არის, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა ამ ქვეყნიდან გაქცევას ჩვენ არ ვაპირებთ ახლა. და მონურ რეჟიმში ცხოვრებასაც არ ვაპირებთ. ამიტომ ან ესენი იქნებიან, ან ჩვენ ვიქნები და ვნახოთ როგორ იქნება. ხო, ჯერჯერობით ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება კრიზისის მეტნაკლებად გადააგორა, ახლა ადგილობრივი არჩევნების ემზადებიან და როგორც კი დასავლეთიდან რაღაც ესეთი მოდის სიგნალი, თქვათ, ხო, ამერიკიდან იქნება სანქციებზე ლაპარაკება თუ ევროპიდან უვიზო შეჩერება, აქედან მიდის პირიქით ერთი ეს პროპაგანდა, რაზეც ვისაუბრეთ, რომ რაღაც ქართველობას გვართმევენ და ასე შემდეგ და მეორე კობახიდან თქვა, რომ არჩევნების მერე აუცილებლად ვიფიქრებთ ოპოზიციის აკრძალვაზე. ან ქართველების ტაქტიკა ასეთი არის რა, უკან კი არ დავიხებთ, რამდენადაც მოგვაწვევით, ჩვენ უფრო ვარეს ვიზამთ. ახლა საერთოდ ოპოზიციას ხო, და ეს რანაირი გადაგორება არის კრიზისის ოღონდ. არანაირი გადაგორება არის. თუმცა უკან დახევა თვითონ მოიწვეს, რომ მოაჭრევინეს ეს ხიდები და შესაბამისად ხიდებს თვითონ წვავენ. ამიტომ ძალიან რთულ მდგომარეობაში იგდებენ თავს, ეს კრიზისის გადაგორება არის, ეს კრიზისის გამწვავება, გამძაფრება და კიდევ უფრო გაუარესება, შესაბამისად ამ კრიზისში ჩვენც აზრზე მოვდივართ, ეგრე არ არის
და რეალურად ესენი იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რომ ფაქტიურად კი აწვევიან ბოლომდე, მაგრამ რა რესურსიც აწვევიან, ვერ გავიგე. ანუ ქართველი ხალხი, ესე იგი ეს 500 კაციანი რაღაცა თაღლითების დაჯგუფება, ესე იგი მოერევა ქართველ ხალხს. გარედან ამათ არანაირი დახმარების იმედი არ გააჩნიათ. უბრალოდ ვაბანკზე არიან წასული და ჩვენც გვაყენებენ იმ მდგომარეობაში ვაბანკზე წავიდეთ და წასულები ვართ ბატონო. წავალ და ბოლომდე მივალ. სხვა რა გზაა? ნუ შენ რას ფიქრობ, გიორგი, ქართველ ხალხისთვის რამდენად შეიძლება იყოს ეს თემა, ისეთი მტკივნეული, რომ რაღაც ქუჩაში გამოვიდეს და ასე შემდეგ. კრიზისი არათუ მთავრდება, არამედ ღრმავდება, აბსოლუტურად ვეთანხმები დავითს, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც ეს ყოველდღიურად ჭირდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო და რეგულარულად იყენებდა და აი ამ ადამიანებისთვის დღეს კომფორტული შეიძლება ყოფილიყო ის, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევენ, მაგრამ ამავდროულად უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. პოლიტიკაში არ ერევიან, მაგრამ SWIFT-ით და MasterCard-ით და Visa-ით სარგებლობენ. საბანკო სტაბილურობა გვაქვს, ეკონომიკის სტაბილურობა გვაქვს. როგორც კი ეს ყველაფერი ჩამოიშლება, ამ ადამიანებისთვის და ეს ადამიანები არიან უმრავლესობა ჩვენ საზოგადოებაში რეალურად, ნათელი გახდება, რომ ეს აღარ არის პოლიტიკა, პარტიების რაღაცა მსჯელობა. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეხება ყველა ოჯახს, ყოველდღიურ შენ შემოსავალს და შენ საშუალებას საერთოდ ოჯახი ყავდეს და შვილები ამ ქვეყანაში. ამიტომ ნათელი არის, რომ მოსახლეობას ექნება ამაზე რეაქცია, რა თქმა უნდა, ჩვენი კაპიტალიზაცია არის ცალკე თემა, ჩვენ ამას როგორ ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო გამწვავდეს პროცესი და აქტიური გახდეს, მათ შორის პროტესტი კიდევ უფრო, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ აქ არის კიდე ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლის პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ. ეს პოლიტიკა ძალიან მალე იქნება მზად. პარალელურად უვიზოსი და SWIFT-ის და სხვა პროცესების სანქციების დაემატება ამას გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების კიდევ უფრო სერიოზული სანქციები, ეკონომიკის ჩამოშლა ქვეყანაში სამწუხაროდ და სოციალური წნეხის შეცვლა და ამავდროულად არჩევნები, რომლისკენაც მივდივართ, ხომ კაფიოდ იყო უკვე განცხადებული ევროკავშირის რეზოლუციიდან, ევროპარლამენტის და სხვა მიმართულებებზე, რომ არავინ არ აპირებს ამ არჩევნების აღიარებას. სამწუხაროდ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ ძალას, რომ შეცვალონ თავისი პოზიცია და არ მიიღონ ამ ვითომ არჩევნებში სიცრუეში და სიყალბეში საერთოდ მონაწილეობა. ეს უმნიშვნელოვანესია. ეს არჩევნები უნდა იყოს არალეგიტიმურად გამოცხადებული და რა თქმა უნდა, რეჟიმი ამით მხოლოდ და მხოლოდ კრიზისს გაიღრმავებს. გასაგებია, ბიძინა ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ არის, ვაბანკზე არის წასული, მაგრამ ამ ვაბანკის პირობებში, როცა დასავლეთი ირანში იმარჯვებს, ეხლა უკვე უკრაინაში იმარჯვებს, რუსეთს საერთოდ თავისი პრობლემები ექნება ძალიან მალე. ეხლა ტრამპი თუ დაიწყებს იმ სანქციების გამოყენებას, რაზეც საუბრობს რუსეთის მიმართ, და ამავდროულად იარაღის მიწოდებას, რუსეთს ხო არ გონია ავღანეთში საბჭოთა კავშირი დამარცხდა. ვინ რა რუსეთი? რუსეთის საბჭოთა კავშირს ვერ შეედრება იმხელა სისტემა იყო აწყობილი საბჭოთა კავშირში და ავღანეთმა დაშალა საბჭოთა კავშირი. ისე არ გააკეთონ ეხლა რომ უკრაინამ დაშალოს საერთოდ რუსეთის სახელმწიფო და ბიძინა ივანიშვილს აქედან გასაქცევი ექნება, იმიტომ რომ დღეს როგორც იქცევა ვაბანკზე მიდის. ჩვენთან კი არ მიდის ვინმესთან. ქართულ ხალხთან მიდის ვაბანკზე. არ შეიძლება ესე მოქცევა. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ისტორიაში ესე არ იქცეოდა არსებობს პოლიტიკაში წესები. ვლადიმერ ზელენსკი უკრაინა ახსენეთ, ეხლა აცხადებს რამე წუთის რომ უკრაინა და აშშ მეგა შეთანხმებას განიხილავენ, რომლითაც ვაშინგტონი უკრაინულ დრონებს, ხოლო კიევი ამერიკულ შეერაღებას შეიძენსო. ანუ ახლა მარტო უკრაინა კი არის მიიღებს იარაღს, ვაშინგტონიც მიიღებს უკრაინისგან დრონებს, რომელსაც ნუ უკრაინა ახლა აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვეს. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, გიორგი ტუმასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით გუნაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი, ჯგუფი ფარის წარმომადგენელი. იყვნენ ჩვენი სტუმრები. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ მართლა ებრძვის თუ არა კორუფციას, ირაკლი კობახიძე და რეალურად ვის გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები აწვდიან ოპოზიციას რაღაც შიდა ინფორმაციებსო. ანი წითლიძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჩაგურთობას უდიდიდა. ნაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ კორუფციის თემაზე. მართლა ებრძვის თუ არა ხელისუფლება კორუფციას და ვინ აწვდის ოპოზიციას ინფორმაციებს ხელისუფლების შიგნიდან. ირაკლი კობახიძემ თქვა ასეთი რამ. კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვებზე გამოძიება შესაბამისმა უწყებამ უნდა დაიწყოს. მე არ ვისაუბრებ სახელებით და გვარებით, ვიღაცების უარყოფა რომ დავიწყო, მე მომიყვანთ ვიღაცის დასტურებამდე და მასეთ ეშვაკობებს მე ვერ გავატარებო თქვა. მე არ დავაკონკრეტებ, გამოძიება უნდა დაადგინოს. მე იმიტომ არ ვსაუბრობ სახელებით და გვარებით
შედარებით რომ ვიცა უდანაშაულობის პრეზუმპციას. როდესაც საუბარია კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბამისმა უწყებებმა. გარდა ამისა, კითხვაზე იმის შესახებ, რომ ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციის მას შემდეგ რაც თორნიკე რიჟვაძემ სავარაუდო თვითმკვლელობასა და საგარეჯოში მამუკა დინარაძე იმყოფებოდა, კობახიძე ამბობს, რომ ეს ტყუილია. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე ყოველთურად იღებენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვიტანილია კორუფციაში. ეს არის ისეთი ტყუილი, რომ არ ვიცი, ვინ გაავრცელა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც მეტსახელი არის ანიტა. მიმიყენებიან მისთვის შეურაცხყოფას სახელმწიფო უწყისში. ლევან ხაბეიშვილი მითითებული იყო როგორც ანიტა, ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელმწიფო უწყისი. ის 5000 ლარს იღებდა ყოველთვიურად და დღემდე გრძელდებოდა მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. კი, ჩვენი გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი, ანუ ჩვენი გუნდიდან წასული ყოფილი წევრი, რომელიც კორუფციაში ეჭვმიტანილი ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს და ინფორმაციებს აწვდისო. ანი წითლიძე იქნება ჩვენი სტუმარი, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მივესალმები ანის. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში რა სიტყვით ირაკლი ყობახიძის ამ განცხადებაზე? მოგესალმებით, მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის. ყობახიძის ამ განცხადება ანახა, რომ რეალურად რასაც ლევან ხაბეიშვილი და ნაციონალური მოძრაობა იძახის, იმაზე რაც ხდება ქართულ ოცნებაში, რაც ნაციონალურ მოძრაობამ და ლევან ხაბეიშვილმა ილაპარაკა იმ დეტალებზე, რაც ხდება რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ლილუაშვილთან დაკავშირებით, გომელაურთან დაკავშირებით, იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ოფშიაკის ფულს აგროვებს ეხლა და ცდილობს, რომ ყველა ვინც მოიპარა უკან თავი ჯიბეში დააბრუნებინოს ბიძინა ივანიშვილს, რომ ერთმანეთის დაჭმაზე და დასახლიანებაზე არიან გადასული და ფაქტობრივად თვითმკვლელობამდე მიყავთ ერთმანეთი ეხლა როგორც რიჟვაძის შემთხვევაში, რომ ეს ყველაფერი არის მართალი და ლევან ხაბეიშვილი არის მართალი. ამაში რაზეც საუბრობს, აი ეს დაადასტურა ყობახიძემ ეხლა ამ თავისი განცხადებით, რა განცხადებაც გააკეთა და ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს იმას, რომ ცუდად აქვთ შიგნით საქმე. ეხლა 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნებიდან ბევრი ადამიანი წასულა, მაგრამ ის რაც ეხლა ხდება სისტემაში ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც ერთმანეთზე გადასული არიან ფულების მოთხოვნაზე და როდესაც იციან, რომ საკუთარი სიცოცხლით უნდა აგონ ბოსთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან თავი თუ არ მოიტანენ ამ ფულს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ძიმე მდგომარეობა იქნება ქართულ ოცნებაში ამ მიმართულებით. ეხლა ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ რაღაც იქ სახელმწიფო და ხაბეიშვილის ზედმეტსახელზე და ასე შემდეგ. რეალურად მსგავსი რაღაცა რო არსებობდეს, თვითონ ყობახიძე იქნებოდა პირველი, ვინც ყველაფერი გამოაქვეყნებდა. ეს ერთი. მეორეც, დღევანდელი ყობახიძის განცხადებით ნათლად ჩანდა, რომ არ იციან, ვინ არის ინფორმაციის წყარო, ამაშიც ეჭვებით არიან, ანუ ის ინფორმაცია. ხო, ანუ აქ რაზე არის საუბარი, რომ დღეს ლევან ხაბეიშვილიც ამბობდა, რომ რაც თქვი, ბოლოს ყველაფერი დადასტურდაო და ეხა ეს მეც სიმართლე გითხრათ, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ თავიდან ლევან ხაბეიშვილი ყვებოდა, რომ აი ერთმანეთის ფულის მოტანას ცხოვენ რაღაცა გარჩევებია, ამას უყურებდი რაღაც როგორც ჭორებს და შემდეგ, მაგრამ მე ხა თორნიკე რიჟვაძის ამბავი რომ მოხდა, ნუ გასაგები გახდა, რომ ართლად ჭორებია ეს ყველაფერი და სიმბოლოში. კი, ბევრი ვიღაცისთვის ესე იყო. მე რა, ხა ჩვენ კი ვიცოდით შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში ამ ყველაფერზე, მაგრამ ნუ ბევრი ვიღაცისთვის ეს ცოტა დაუჯერებელი ამბავი იყო და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, ხო? ვერ წარმოუდგენელი იყო ჩვენთვისაც კი, ვინც ვიცოდით ახლობით შიგნით რაც ხდებოდა, უბრალოდ აქამდე მისულიყო ეს ყველაფერი, რომ ადამიანი თვითმკვლელობაში თავიანთი გუნდის წევრი თვითმკვლელობამდე მიეყვანათ, ხო? მაგრამ ამ ყველაფერში მე ნახეთ მაგათ ყობახიძის განცხადებას დღეს რა ეთყობოდა, კიდე ეთყობოდა ის, რომ არ იციან ვინ შეიძლება იყოს, ანუ გუნდში ისეთი პრობლემა აქვს, რომ ხაბეიშვილამდე რომ მოდის, წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და ნაციონალურ მოძრაობამდე რა ხდება ახლა შიგნით და როგორ ეშინიათ და რა დღეში არიან, რომ ერთმანეთს არენდობიან და ანუ ყობახიძე ბლეფაობს, როცა ამბობს, რომ ვიციო, ხო, ვისგან მისდის ინფორმაცია ამასთან. და დარწმუნებული ვარ, რომ დაასახელებდა. მათი პრობლემა ხა ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ასევე შეგით არის ის, რომ რეალურად ყველას ერთმანეთზე აქვს ეჭვი. იქ დინარაძეს ყობახიძეზე აქვს ეჭვი, ყობახიძე დინარაძეზე აქვს, დინარაძეს კიდევ იმაზე რა ქვია, ხან ლილუაშვილზე, ხან გომელაურზე, გომელაურ დაიმატ კიდე მაგდან ყველას ეს ეხლა რაც ხდება ქართულ ოცნებაში, ყველა რო ყველას ეჭვის თვალით უყურებდა. თან ბიძინა ამათ ყველას ეჭვის თვალით უყურებთ, იმიტომ რომ ბიძინას გონია, რომ ეს ინფორმაციები რაც გადის, ამაში რომელი არის გამტანი ამ ინფორმაციის ბიძინა კიდე ცალკე დამატებითი პრობლემაა და ყველაზე საშიში ამათთვის ვის დააბრალეს კაციშვილმა არ იცის. მაგრამ აქ მთავარი ამბავი რა არის ამ ყველაფერში? ამ ყველაფრით ხო ამოწყვეტს და ყველა ის ბინძურე განსაკუთრებით ქართული ოცნებისთვის მე რა თქმა უნდა თქვენთვის ხადი იყო ახლა და ჩვენთვისაც ხადი იყო ხო? ესენი რასაც წარმოადგენდნენ განსაკუთრებით ბოლო წლებში. თორე ქართული ოცნების ამორჩევლისთვის ხო კიდე ერთხელ ამოტივტივდა უბრალოდ რასი ბინძურე ტრიალებს შიგნით. რომ საქართველოს მოქალაქეების მოპარულ მილიონებს ერთმანეთში იყოფენ და
და თუ იმას ვინც არ მოიტანს და ვისაც დაბრალდება რომ ისე მოიპარა რომ ბატონმა ბიზნესმა არ იცოდა, მაგან თვითყველობით უნდა დაასრულოს, ან საერთოდ გააქრობენ ამ ქვეყნიდან. ანუ ეს მთელი ეს მაფიოზული კლანი როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას და როგორ წარმოუდგენია ეს ქვეყანა, როგორ თავისი საკუთრება ფულის საჭრელი დაზგა. აი და როგორ უყურებს ამ ადამიანებს თავისივე გუნდის წევრებს, რომ არა როგორც გუნდის წევრებს, არამედ მონებს, რომლებიც თვითონ შექმნა და თავისივე სიცოცხლით არიან პასუხისმგებელი ამ ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ ეს ელაპარაკებოდა ჩვენ ვისით ერთ-ერთი საუბრის დეტალები, სადაც მაგალითად ეუბნებოდა ჯერ კიდევ რიჟვაძის სანამ რიჟვაძის ეს ამბავი მოხდებოდა, რომ მათ არ უნდა ქონოდათ პრეტენზია არაფერზე და უნდა შეგვეუბნებოდნენ იმას, რომ აი როებნებოდა ბიძინა ივანიშვილო, ვინ იქნებოდი თქვენ, რო არ ყოფილიყავი მე შექმენი თქვენ, მე მოგეცით თქვენ ნებართვა იმისი, რომ მოგეპარათ, მე მოგეცით თქვენ ნებართვა იმისი, რომ ეს მილიონები გეშოვათ. ამაში რეალურად მართალსაც ეუბნება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ეგრე უყურებს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ეს ადამიანები, ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა ეს ადამიანები და აპარინა მილიონები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეხლა ბიძინა ივანიშვილი უყურებს, რომ ბოს რომელიც შენ ამას გაგიკეთებს, რომ შექმნის მოგაპარინებს მერე ამბოსთან შენ მართალი არ იყო და იმას ეჭვი გაუჩნდეს რომ შენ რაღაცა მოპარე, ესეთ შემთხვევაში მაფიოზების წესი ეგ არის რომ მერე მოგთხოვს მაგას აუცილებლად და ვინ პლანია და ვინ მართალი ამას არ გაარჩევს. თან ბიზნეს რა აქვს დაწყებული და ეს დიქტატორების თავარი თვისება ხო ეგ არის რომ ყველგან მათ შორის როდესაც უკვე აი ესე გარე ასპარეზზე გონიათ რომ ყველა დაამარცხეს ხო ახლა ოპოზიციის აკრძალვას აპირებენ დღეს მაგალითად ყობახიძემ თქვა რომ საერთოდ აკრძალა 4 ოპოზიციურ პარტიას საკონსტიტუციოს მიმართავ და ასე შემდეგ ხო ანუ მაშინ როცა გონია რომ აკეთაველზე ყველა პოლიტიკური დაჭერილი ყავს, პოლიტიკური პატიმრები ყავს, გონია რომ ეს წინააღმდეგობა რაღაცნაირად მოგუდა და ასე შემდეგ, ხო, ვიღაცები თვითმმართველობის არჩევნებში შეიყვანა, მერე რეჟიმის სტილია ესეთი და თვისება, რომ რეჟიმს ეწყება და დიქტატორს რომ შიგნით იწყებს უკვე გამყიდველების და მოღალატების ძებნას, იმიტომ რომ ყველგან ხო შეთქმულება ელანდება, ყველგან ხო ის ელანდება, რომ ვიღაცა შეიძლება ღალატობდეს და კი, პარავდნენ ეს ადამიანები, როგორც საქართველოს მოქალაქეებს პარავდნენ, ისე პარავდნენ ბიძინა ივანიშვილის ამ ეგრეთ წოდებულ ოფშიაქსაც. ამიტომაც მათი ბოლო იქნება ბევრად უფრო ძნელი. აი ქართული ოცნების წევრება მართლა გუწფელად ეხლა ყველა უნდა ილოცონ, რომ ამ ქვეყანაში გადარჩეს ოპოზიცია, გადარჩეს თავისუფალი მედია, გადარჩეს სამოქალაქო სექტორი და აი ამ წინააღმდეგობა მაგრამ ამ ხალხს თავის დროზე ანა ოპოზიციაც ეძახდა კორუმპირებულს, ხო? ხო და ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ ჩვენ კორუფციას ვებრძვითო, ბუნებრივია და ეხლა ოპოზიცია რატო ეწინააღმდეგება ამ პროცესს? არა, არაფერი კავშირი მაგას კორუფციას არა ნაკლები აქვს ნაშოვი ირაკლი ყობახიძეს ან მამუკა მდინარაძეს. არა, მან ხო ჩვეულებრივი ამბავი ხდება, მათ ხო კლანური დაპირისპირება მათ შორის ქართულ ოცნებაში ხდება და ამიტომაც არიან ამ შიდა დაჭმაზე, თორე მათი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა რო იყოს, მე რა, აი ახლა მე შემიძლია ჩამოგითვალო მარტო სამეგრელოში, რომ არ უნდა დატოვონ ერთი რიგითი სამსახურის უფროსიც კი მერიის და საკუთარი პარტიის. უბრალოდ ისეთი რაღაცები ხდება, მაგრამ მან რა მოხდა? მან ყობახიძე მოვიდა ეხლა ასევე, რომელმაც ეს ძალაუფლება გადაიბარა, რომელმაც გადაწყვიტა რომ ეხლა პოზიციები უნდა ძლიეროს თან ამ ბიზნეს ამ შემთხვევაში ბიზნეს ეს მოთხოვნები რომ მას ფული მოპარეს და უკან უნდა დაბრუნდეს ყობახიძე ჩათვალა რომ მას შეუძლია ასევე ამ ყოლაფრის მოგვარება ამიტომაც შიგნით რაღაც კლანების გადანაწილება და იქ იმაზე მიდის დავა ვინ უფრო მეტი მოიპარა ბიზნესზე უფრო მეტი ის კი არა საქართველოს მოქალაქეებს რომ მოპარეს ბიზნესზე უფრო მეტი ვინ მოიპარა და ყობახიძეზე უფრო მეტი და მდინარაძეზე უფრო მეტი ვინ მოიპარა და ვიზეს ეჭვი ეკნებათ რომ ამან მოიპარა უფრო მეტი და ამ შემთხვევაში ყალაძეზე არის ახლა ეს ეჭვი განსაკუთრებით ხო ასეთ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი აუცილებლად მას ყობახიძეს და მდინარაძეს ხელით გაუსწორდება ყალაძეს მართლსაც მოატანინებს და ცოცხალი თუ დატოვა ძალიან დიდი შეღავათი იქნება ყალაძისთვის რიჟვაძის შემთხვევის გათვალისწინებით იმიტომ რომ 19 წლის განმავლობაში არასოდეს ყველა ხელისუფლებას ქონია გამოწვევა კორუფციასთან დაკავშირებით მე რა ყველა სამ ქვეყანაში ხო მაგრამ არასოდეს იმ ნიშნულზე იმ 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება აი მე შემიძლია გითხრა თუ მართლა კორუფციას ებრძვიან აი ახლა საოკუპაციო ხაზთან სამეგრელოში რუხის საოკუპაციო ხაზთან ტრაილერები რო გადადი გადმოდის ხოლმე რუსი ოკუპანტების ხელშეწყობით და გადააქვს ყველანაირი კონტრაბანდული ნივთი იქითაც და აქეთაც მერე ეს ყველაფერი რო ირანში გადის აქედან აი ამ საოკუპაციო ხაზიდან ვინ არიან ვინც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობენ ჩვენ ვიცით ვინც არიან ქართული ოცნების ლიდერები მაღალჩინოსნები ამ ადამიანებს ნებართვა რომ აი ამ ტრაილერებით გადავიდნენ ამ საოკუპაციო ხაზზე ქონდათ წინა პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ხელმოწერილი სპეციალური წერილი რომლითაც შეგიძლია გადახვიდეთ და ეხლა ყობახიძის ხელმოწერით არის ეს წერილი როდესაც ამ ტრაილერებს შეუძლიათ იმოზრო
ამბობენ ესე საოკუპაციო ხაზზე და 4 ძალოვანი სტრუქტურა აცილებს ამ ტრაილერებს ხოლმე ის მერაბ როდესაც გადადიან ესე მათ შორის კანონიერი ქურდები არიან ამ ფულის დაცვაში ჩართული და რეალურად მილიონები კეთდება რომელიც შემდეგ იყოფა ქართული ოცნების ლიდერებს შორის ამიტომაც თუ მართლა კორუფციასთან ბრძოლა უნდათ აი ეხლა მარტო ეს ფაქტიც კი რაც თქვი მაშინ ეგ გამოიძიენ მაგრამ ცხადია ეხლა რომ მე არ გონია რა ქართული ოცნების ამორჩეველსაც რეალურად მე რამდენიმე დღე არის სამეგრელოში ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი ნახე მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველი და ქართული ოცნების ამორჩეველიც რომელსაც აი არანაირი დაინტერესება არ აქვს და რაღაც ხელფასზე მიბმული არ არის ესე პირდაპირ ქართულ ოცნებას იმაჩიც კი ეს შეგრძნება რომ ქართული ოცნება კორუფციად კი არ ებრძვის არამედ რეალურად შიგნით ეხლა ერთმანეთის დაჭმაზე არიან იმიტომ გადასული რომ ვიღაცამ უფრო მეტი მოიპარა და ბოსს უნდა დაუბრუნოს ეს თავის ეგრეთ წოდებულ ოფშიაქში აი ეს განცდა რჩება ამიტომაც ამ კორუფციასთან ბრძოლით ვერ მოატყუებენ კალაძე ახსენეთ და მასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ მან თქვა რომ ადრე ამბობდა რომ მე ვიქნები მერიო მაგრამ დღეს უკვე გადაჭრით ვერ ამბობს მერობის კანდიდატი იქნება თუ არა მომავალ კვირას გახდება ცნობილიო ისა კალაძესთან ბიზნეს დაპირისპირება ჩვენი ინფორმაციით ჯერ კიდე დიდი ხნის წინ დაიწყო, იმიტომ რომ ბიზნეს არ უყვარს ხოლმე დამოუკიდებელი ესეთი აი ტიპები, რომელიც ოდნავ დამოუკიდებლობას ავლენენ და ეხლა თქვენ მოგეხსენებათ თბილისის მერი ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამდებობა არის თან არჩევითი. ხო, თან კალაძე ამ შემთხვევაში რაშიც გადააჭარბა ბიზნეს თვალში არის ის რომ აი კონკრეტად კალაძეს ძალიან ხშირად უტრაბახია მათ შორის, აი რაღაცა სუფრებზე, ამბებზე, თავის სამეგობროსთან, რომ იცი რა, მე უკვე მილიარდს გადავცდი. ანუ მილიარდი მოვიპარე. ნახეთ? და ამაში ეს არის ბიზნესთან მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ბიზნეს ვიმეორებ, რომ არ უყვარს ადამიანები, რომლებიც მასზე მეც იპარავენ. ეხლა თulis რომ თბილისში კალაძე იპარავს მასზე მეტ. ამიტომაც კალაძე ამ ყველაფერში არის მიზანში ამოღებული. მან არის ზუსტად იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, რაზეც მე ვულობს, იმიტომ რომ თბილისის მერობის კანდიდატობა გიჟივი დინარაძეს უნდა მას შემდეგ რაც ის ვერ გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენ გახსოვთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის იბრძოდა დინარაძე და იქამდეც კი იყო მისული რომ უკვე ეს ვინსად უნდა დაენიშნა სამინისტროში ეგ თანამდებობები ქონდა გადანაწილებული. ამის შემდეგ უკვე დინარაძის მთელი ეს სამიზნე გადავიდა მით უმეტეს ეხლა ბიზნესთან ის არის ასე ვთქვათ თავარი ამოღებელი ფულის ამ საკითხებში ეს ფუნქცია იპოვა. დინარაძემ ახლა თავარი სამიზნე ვისაც მას შორის ეს ინფორმაციები ჭორები და ასე შემდეგ დააქვს ბიძინა ივანიშვილთან კალაძეზე არის სწორედ დინარაძე და ესეც მერაბ ეს ჩვენთვის ჩვენ ამაზე რომ ვსაუბრობთ რეალურად ეს ინფორმაციები ჩვენამდე რომ მოვიდა ეს არ არის როგორ ინფორმაციები და ამას ქართული ოცნების ამორჩევლები საუბრობენ ქართული ოცნების პარტიული ორგანიზაციები საუბრობენ იმი რა ხდება შიგნით პარტიაში იმიტომ რომ ეს არის გაყოფილი არის შიგნით იქ დინარაძის კლანი ცალკე კობახიძის ცალკე თბილისში უკვე კალაძის ტიპები და კალაძის კლანი მაგალითად ზარქოა რომელიც კალაძის კლანში მოიაზრება და რომელსაც ასევე ამის გამო პრობლემები აქვს ხოლმე და აი ეს დაპირისპირება თან ამათ შორის როგორ არის კლანური ჩანს არა მარტო თბილისში ჩანს რეგიონებშიც რეალურად და იგრძნობა მათ შორის რეგიონებშიც. ამიტომაც კალაძეს ყველაზე დიდი პრობლემა იქნება კალაძის მიზანი ხა კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის რა თქმა უნდა და შემდეგ კობახიძის ხელით იქნება ის რომ კალაძე მერობის კანდიდატი არ იყოს და სხვა იყოს მერობის კანდიდატი თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები მე ვფიქრობ რომ ამას უნდა დაველოდოთ. და კიდევ ერთი ფაქტორი ის არის რომ ეს რყევები ხა ბიძინა ივანიშვილს ზედმეტ იმის გათვალისწინებით რაც საერთაშორისო ასპარეზზე ხდება ხო სანქციები და ასე შემდეგ და გუშინ განცხადებები იყო დღეს იყო განცხადებები ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადგა და ბიზნესზე შინია ესეთი რაღაცის რომ ეს და ესეც რომ საუბრობთ ამაზეც ესეც არის მათი შიდა წრეებიდან გამოსული ინფორმაცია რომ ყველაზე ძალიან არის ეს შინია ეს არის რომ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე დადგება და იციან რომ ეს არის რეალური აი მაშინ არ იფეთქოს ქუჩაში ისევ ხალხმა და მაშინ ქუჩაში არ იყოს უკონტროლო პროცესები. ამისთვის ბიზნესმა ივანიშვილს ჭირდება რომ აქამდე შიგნით მოაგვაროს ეს პრობლემები ისე რომ ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს რომ იქ ისე არ მოხდეს რომ ვიღაცას ისე ხაბეიშვილთან გახოდეს ან კიდე ნებისმიერ სხვასთან ეს ინფორმაცია. ამიტომ თუ რამე უშველის კალაძებს ამ სიტუაციაში რომ რაღაცნაირად გადარჩეს ალბათ უშველის ზუსტად აი ეს მოცემულობა რომ ორივე მხარეს არ იყოს გამწვავებული რომ რეაგირება ქართულმა ოცნებამ რაღაცნაირად შეძლოს როგორც შიდა ისე საერთაშორისო ასპარეზზე მაგრამ ყველაზე ცუდ დღეში რეალურად ის არის ეხლა იმიტომ რომ აი ამ სიტყვებს
რომ მე მილიარდი უკვე ვიშოვე და კიდევ ერთს რო ვიშოვე, მე წავალ და დავისვენებ, ეს არის კალაძის სიტყვები. ნახეთ, აი ეს სიტყვები არის მისი მთავარი პრობლემა, რომელსაც ეს სიტყვები ვის უთხრა მან? ამას კალაძე ყვება ყველგან. ამას კალაძე ყვება თავის სამეგობროში და საქართველოს პატარა და თბილისი განსაკუთრებით პატარა არის. ყვება მათ შორის სუფრაზე აქვს. მაგალითად, ნათქვამი არაერთხელ, აი ნაბლატავები აქვს. რომ იცი რა მე მილიონი ვიშოვე და ეხა კიდე მილიარდი ვიშოვე, აი ეხა კიდე მილიარდს ვიშოვი და მე დავისვენებ და საერთოდ დავიკიდებ აი მისი სიტყვებით რო ვთქვა, ანუ რა ხდება ამ ყველაფერში. შესაბამისად, ყველა ეხა ამას რო თავი დავანებოთ, კიდე კალაძის ამ ფრაზებს და აი ამ ეგრეთ წოდებულ ბლატაობებს ბოდიში ამ სიტყვისთვის, იმის რომ მილიარდი იშოვა და კიდე მილიარდს იშოვის, ეხა მალე უკვე და მერე უკვე დაისვენებს, თბილისს რო გადახედოთ, ბიზნესა მიცის ყველგან, საიდან რა ფული შემოდის და სულ კი არ არის დათვლა შეუძლია მაგას. და შესაბამისად, ძალიან კარგად ხვდება, რომ თბილისში დღეს, აი რა ვიცი, ობიექტი არ არის კორუფციული გარიგების მსხვერპლი რო არ არის ისეთი. და იმ ხელა თანხები მიდის ატკატებში და იმ ხელა რაღაცები ხდება, რომ ბიზნესა ხდება ძალიან კარგად და რეალური ფაქტებია წინ, რომ კალაძე იპარავს. თან იპარავს, ხა ბიზნესის ხომ მოპარავე ჩეულებრივი ამბავია, ბიზნესს ეგ წესად აქვს და თავის გუნდში ეგ აქვს გარკვეული, რომ კი, ყველა უნდა მოიპაროს, ეგ ნორმაა, საქართველოს მოქალაქეები ფეხზე კიდია და უნდა მოპაროთ ბოლომდე, მაგრამ იქ ნორმა არ არის, რომ ვიღაცამ ბიზნესზე უფრო მეტი მოიპაროს. და ის ახლა ხდება და ეჭვია იმისი, რომ თბილისში კალაძე იპარავს უფრო მეტს, ვიდრე იპარავს ბიზნესა ივანიშვილი. ამიტომაც კალაძის ბედი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ იქნება ბევრად უფრო მძიმე და მას დღეს არ უწევს მარტო საკუთარი თანამდებობისთვის ბრძოლა. კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატი იქნება თუ არ იქნება, მე დარწმუნებული ვარ, ამაზე უფრო მეტად ნერვიულობს იმაზე, საერთოდ ამ ყველაფერში ცოცხალი გადარჩება თუ არ გადარჩება და ხო არ გაიზიარებს რიჟვაძის ბედს. გასაგებია. ნახოთ, ხომ კიდევ ერთხელ მეორე ასეთ ინფორმაციებს აქამდე რაღაც როგორც ჭორებს უყურებდი, მაგრამ მას მერე რაც რიჟვაძის ამბავი მოხდა და ერთი კვირით ამ ადრე ლევან ხაბეიშვილი ყვებოდა ამ ყველაფერს და მე გამართლდა ერთ კვირაში მოხდა ეს რიჟვაძის ამბავი. ნუ ახლა თავს მოიკლავს ამას არ ამბობდა, მაგრამ ზეწოლა ხდება რიჟვაძეზე ამბობდა. ხო, მე უკვე აღარ ვიცი უკვე ხა საბოლოო ჯამში გამოდის, რომ რაც ჭორები გვეგონა, ბოლოს მართალი აღმოჩნდა, იმიტომ რომ აგერ ყობახიძეს ადასტურებს, ამბობს, რომ ინფორმაცია გააქვს ლევან ხაბეიშვილთან ვიღაცასო ჩვენგან. კი, და მე შემიძლია გითხრათ ერთი, რომ ბევრად უფრო მძიმე იქნება აი უახლოეს რა ვიცი მომავალში ბევრად უფრო მძიმე ფაქტები იქნება სააშკარაოზე დარწმუნებული ვარ ამაში და ეს შემიძლია გითხრათ ნამდვილად იმასთან დაკავშირებით რა ხდება ქართულ ოცნებაში. გასაგებია, მადლობა დიდი, ნახოთ თუ თქვენი ეს ინფორმაციები კიდევ გამართლდება თუ არა. ანი წითლიძე იყო ჩვენი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.